თუ ბავშვს მე-6 წესი, თუ ბავშვს მუდმივად სხვას შევადარებთ, ის ისწავლის შურს. ესეც აი ხალხო, არავინ არ იცის ეს და ისე უკვე თხოლმე, რომ ვეუბნებით ჩვენ, რომ ხან ძმას ადარებე, რომ შეხედე შენ ძმას რამდენ მეცადინეობაში, ან მეზობელს შეხედე, კლასელს შეხედე. აი ეს არის თუ გინდათ რომ შურიანი ადამიანი გაზარდო, უნდა შეადარო ბავშვი ვიღაცებს რა. ძმის მიმართ რო უჩნდება შური, მერე სხვების მიმართ და მერე საერთოდ შურიანი იზრდება. ანუ ერთადერთი ვისაც ადარებთ ბავშვს, ეს არის საკუთარი თავი. აი ისევ ვეუბნები რომ დღეს შენ უკეთესად გააკეთე, ვიდრე გუშინ აკეთებდი. დღეს შენ უკეთესად დაალაგე, დახატე, დაწერე, ისქენი, აალაგე. საკუთარ თავს ადრი. მხოლოდ საკუთარ თავს. სხვას არავითარ შემთხვევაში, აი გონიათ რომ მე რაც თავის ძმას ან დას შევადარე, ეს ხო ჩვენი ოჯახის წევრი, აი ეგ არის ყველაზე დამღუპელი. იმიტომ რომ იმ ძმის შეშურდება. ის კიდე უარესია ძმის და დის რო შურს, ხო? ორი ვარიანტია, ესე იგი იმ შემთხვევაში თუ სხვა უკეთესია და ადრი იმას, რომ ეს არ ვარგა, ხო? მაშინ შურს უღვიძებ. თუ ადრი პირიქით რომ ეს უფრო მაგარია, ვიდრე ის არ ვარგა, მაშინ ამას სამპარტავნებაში უბიძგები და მედიდური ხდება. ანუ ეს არ ვარგა არც ერთი მხრიდან, ხო? რომ არ ჩააგდო იმაში, სხვას რო ზემოდან უყუროს, ხო? და ეს სხვათა შორის არც დიდ ადამიანს მარტო ბავშვზე აი ამ შედარებასთან დაკავშირებით, მარტო ბავშვს არ ეხება, ეს დიდ ადამიანსაც ეხება. აი ხშირად იციან ცოლებმა ეს და განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ეს კაცზე. რომ ცოლმა იცის ხოლმე ხშირად აი ქმარს რო ეუბნება, რომ აი შეხედე იმ მეზობელს როგორ გადახურა და ჩვენ რამდენი ხანია სახლი ან რაღაცა და ის რამდენს აკეთებს და შენ კიდე რაღაცა და აი ეს კაცს აგიჟებს, ეგრევე ერთვება ის თავისი ინსტინქტი, კაცი ინსტინქტით, ანუ არქეტიპულად არის გმირი, მებრძოლი, მეომარი. ქალი არქეტიპულად არის დედა, მზრუნველი. და აი რო ადარებ, კაცი გიждდება, ჯინაზე აღარ გააკეთებს იმ რაღაცას და ის მეომრის ის ერთვება და უკვე შენში ხედავს მოწინააღმდეგეს. ქალს კი ვეღარ ხედავს და ის მოწინააღმდეგეს რო ინსტინქტი რო ერთვება მებრძოლის, ის უნდა დაგამარცხოს, იმიტომ რომ ქალს კი ვეღარ ხედავს, შენში ხედავს მოწინააღმდეგეს. ანუ აი კატეგორიულად აგზავნა, ეს პირდაპირ წერია წიგნებში, სადაც კაცის და ქალის ფსიქოლოგია აღწერილი, რამდენად განსხვავდება, ეს ძალიან განსხვავდება კაცის და არაფერი საერთო არ აქვს ქალს და კაცის ისე სიმართლე რო გითხრათ, ფსიქოლოგიური კუთხით. ძალიან განსხვავდებიან. ხო და იქ წერია პირდაპირ რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ქნათო ქალებს აფრთხილებენ რომ არ შეადაროთ თქვენი ქმარი არავისო მარტო თავის თავს ოღონდ თავის თავს უკეთესის აღმოჩენით რომ აი უკეთესად რაღაცა და რა კარგია ანუ ეხა ეგ არავის არ უყვარს ის სხვას რო ადარებენ და კრიტიკა მაგრამ კაცში ის ინსტინქტი ირთვება რომელიც ძალიან საშიშია ეს მეომრის ინსტინქტი რა აი ძალიან ცუდია ხო და ქალს შეუძლია ეს ან ჩართოს ან მოქნილად რა ძალიან ლამაზად რბილად და ისე დიპლომატიურად უთხრას ისე რომ ყველაფერი გააკეთებიოს კაცს არ არის საჭირო ეს მებრძოლის ინსტინქტის ჩართვა თან მაგ დროს უარესის ამ კაცი აი ჯინაზე არ გააკეთებს